ჟურნალისტებმა მზია ამაღლობელს სოლიდარობა გამოუცხადეს ბათუმშიც და საპროტესტო აქცია საგამოძიებო სამსახურის ადგილობრივ ოფისთან გაიმართა. პარალელურად ბათუმელმა ექიმებმა სპეციალური განცხადება გაავრცელეს და იმ საფრთხეებზე ისაუბრეს, რაც 17 დღიანი შიმშილობის შემდეგ მზია ამაღლობელის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას ემუქრება. თეა ვაშალომიძე გვეტყვის მეც იმაზე თუ რა ხდებოდა დღეს ბათუმში და როგორ გრძელდებოდა იქ პროტესტი. თეა გისმენთ. დიახ, მიშა მზია ამაღლობელის სიცოცხლე საფრთხეშია, როგორც იცით, იგი მე-17 დღეა შიმშილობს ბათუმში სხვადასხვა ლოკაციაზე, ყოველდღიურად სხვადასხვა ადგილას იმართება მისი მხარდასაჭერი აქციები ამ წუთებში. ბათუმელების წევრები, რიგითი ბათუმელები, სამოქალაქო აქტივისტები, ადგილობრივი ჟურნალისტები საპროტესტო აქციას მართავენ საგამოძიებო უწყებასთან. ისინი მოითხოვენ უფლებამოსილება შეუწყდეს ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი გებუაძეს, დროულად მოხდეს მისი დაკითხვა არა ადამიანური და არასათანადო მოპყრობის ფაქტზე და ასევე მზია ამაღლობელს დროულად მიენიჭოს დაძარალებულის სტატუსი. მზია ამაღლობელი არის პირველი ქართველი ჟურნალისტი ქალი, რომელიც უკანონოდ არის დაპატიმრებული. პირველი მოთხოვნა ეს არის, რომ საგამოძიებო სამსახურმა მზია ამაღლობელს მიანიჭოს დაზარალებული სტატუსი. მეორე მოთხოვნა არის, რომ ირაკლი გებუაძე შეუჩერდეს უფლებამოსილება, რადგან ის თანამდებობის პირია და მას შეუძლია გამოძიებაზე ზეგავლენა მოახდინოს, ამიტომ აუცილებელია, რომ მას უფლებამოსილება შეუჩერდეს და მესამე მოთხოვნა ეს არის, რომ დაიწყოს გამოძიება არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე, რომელიც განახორციელა, როგორც ვიცით, ირაკლი გებუაძემ მზია ამაღლობელზე დაკავების შემდეგ. არ იმჩნევს ჟურნალისტი მე-17 დღეა შიმშილობს. ჩვენ არ გვაქვს კითხვები პასუხებზე, ხელისუფლებას არ აინტერესებს, არ ადარდებს პატიმარი ქალი ჟურნალისტი, პატიმარი ქალი მედია მენეჯერი და ის რომ რეაგირება არის ნული, ეს არის ხმამაღალი განაცხადი მასთან დაკავშირებით, რომ მედია, განსაკუთრებით კრიტიკული მედია ამ ქვეყანაში უნდა დადუმდეს. მაგრამ ჩვენ იმიტომაც ვდგავართ აქ და იმიტომაც ვდგებით იქ, სადაც გაუჭირდება არა მხოლოდ მედიას, არამედ ნებისმიერ ადამიანს, რომ კრიტიკულ მედიას ვერ გააჩუმებენ. მზია ამაღლობელი არის რეჟიმის უკანონო პატიმარი, ის არის პოლიციის ხელმძღვანელის განზრახმედების მხრიდან, ეს განზრახმედება პოლიციის მხრიდან მსხვერპლი, ამიტომ მას აუცილებლად უნდა მიენიჭოს დაზარალებული სტატუსი, აქედან დაიწყოს. სწორედ მთავარი მოთხოვნა, რადგანაც დღეს აქ ვართ და ვეთხოვთ, ეს არის და დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს უკანონო პატიმრობიდან, ის მე-17 დღეა შიმშილობს და განსაკუთრებით საფრთხეს უქმნის ეს მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას. მზია ამაღლობელის სიცოცხლე რო საფრთხეშია, ამას ბათუმელი ექიმებიც საუბრობენ. ის მათ დღეს სპეციალური საგანგებო ბრიფინგი გამართეს. ისინი ამბობენ, რომ წყალში არ არის ის აუცილებელი ნივთიერება, რომელიც აუცილებელია ორგანიზმისთვის, ის არ შეიცავს ცხიმებს და არ შეწყლებს და აუცილებელია, რომ სათანადო უწყებებმა ამაზე რეაგირება დროულად მოახდინონ. მე-17 დღეს შიმშილობის, მხოლოდ წყლის მიღება ძალიან სერიოზული და სიცოცხლის საშუში მდგომარეობაა. ამ დროს ორგანიზმში ენერგიის უკიდურესად დაბალი დონეა, რაც იწვევს შეუქცევად ცვლილებას. ჩვენი მოთხოვნა სანდო, კვალიფიციური, მრავალპროფილური ექიმები იქნება ეს კონსილიუმისთვის სხვა ფორმით დაუყოვნებლივ შეუშვა მზია ამაღლობელთან. თითოეულ ამ მდგომთან მზადაა, რომ შესაბამისი პროტოკოლის დაცვით შევიდეს მზია ამაღლობელი. მე როგორც ვიცი, გამოტოვ მზიას არაერთი ქრონიკული დაავადება აქვს და ამ დროს ეს ვადები კიდევ უფრო მოგვდება. მდინარე აქედან მისი მდგომარეობა ძალიან მძიმეა და შეიძლება თანდათანობით მას ნიჟამთელობას ისეთი ზიანი მიადგეს, რომელიც გახდება შეუცვლელი. შეიძლება იყოს ცენტრალური სისტემიდან დაწყებული ისე სხვა ორგანოების მხრივ. ამიტომ ჩვენი ყველა სვალია, რომ არ დაუშვათ, რომ ეს დაზიანება გახდეს შეუცვლელი. საპროტესტო აქცია საგამოძიებო უწყებასთან გრძელდება. ჟურნალისტები ამბობენ, რომ მანამ გაგრძელდება საპროტესტო აქციები, სანამ არ გათავისუფლდება უკანონო ტყვეობიდან მზია ამაღლობელი.